აფხაზეთის ომის დროს დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მანზორ მარგიანმა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანრი უბირია, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილის საზოგადოება. არ მოველოდით, ყველანაირი ტექნიკა და იარაღი ჩამოთვლილი ჰქონდა, ძიმე ტექნიკა ასთან ყველაფერი ჩამოთვლილი ჰქონდა და მოვლენდა შემოგვიტიეს და სულ ჰქონდა 2 გრადი და 1 ტანკი გადანახული, როცა ჩვენ ჩამოგვერთვა ტექნიკა და გადავმალეთ ეს. და ამით მოვიგერიეთ, რა უნდა ძალიან ძიმეა ჩვენთვის და ხსოვნა იყოს იმიჯებში იქ დაეყო და შეწერა თავი. 93 წლის 2 ივლისს რუსების გენშტაბის მიერ იყო დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა გადაკეთებას ამ პერიმეტრის რო დედაქალაქი სოხუმი დარჩენილი იყო მარტო. ჩვენი გმირების არტილერიის მუშაობის შედეგად და ვაჟკაცების თავდადებით ვერ განხორციელდა მათი ეს განზრახვა. შესაბამისად ძალიან დიდი ბრძოლები იყო. მოვდივართ პატივს მივაგებთ ამ გვირებს. და მონებრივია ეს ჩვენთვის არის ის სამაგალითო ადამიანები, ვინც დღემდე მოგვიტანა ეს ქვეყანა.